დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში კირ სტარმერთან ერთად გამართული პრესკონფერენციით დასრულდა. ლიდერებმა დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს. განხილვის თემები იყო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში და ორი ომი ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. ამ საკითხებზე საუბარს ტრამპმა და სტარმერმა პირისპირ შეხვედრისას საათზე მეტი დრო დაუთმეს. ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ პუტინის ქმედებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მას მშვიდობა არ სურს. უკმაყოფილება რუსეთის ლიდერის მიმართ გამოთქვა დონალდ ტრამპმაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია. დიდი პატივით მინდა გითხრათ, რომ მოვაგვარეთ 7 ომი, რომელიც მოუგვარებელი იყო და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ერთი მეგონა, რომ ყველაზე ადვილი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ მან იმედი გამიცრუა. ომი განსხვავებული რამაა, ხდება იმის საპირისპირო, რასაც ფიქრობდი. ვმუშაობთ ერთად, რომ დავასრულოთ მკვლელობები უკრაინაში. ბოლო დღეებში პუტინმა აჩვენა ნამდვილი სახე. მასშტაბური გახადა შეტევები, უფრო მეტი სისხლისღვრა, უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა და ნატოს საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევები. ეს არ არის იმ ადამიანის ქმედება, ვისაც მშვიდობა სურს. დღეს განვიხილეთ ჩვენი თავდაცვის გაძლიერება. უკრაინის მხარდაჭერა და მტკიცე ზეწოლის გაზრდა პუტინზე, რომ ვაიძულოთ მას სამშვიდობო გარიგებაზე დათანხმება, რომელიც ხანგრძლივი იქნება. დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი თანხმდებიან, რომ ომი ღაზაშიც უნდა დასრულდეს და მძევლებიც გათავისუფლდნენ. თუმცა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. ბრიტანეთი ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად პალესტინის სახელმწიფოს ცნობის მომხრეა. დონალდ ტრამპი კი ამ საკითხში მასპინძელს არ ეთანხმება. მინდა რომ მძევლები გაათავისუფლონ ახლავე, არა ხვალან ზეგ, არამედ ახლავე. უნდა გავიხსენოთ 7 ოქტომბერი. ეს იყო ყველაზე ძალადობრივი დღე მსოფლიო ისტორიაში. მინდა რომ დასრულდეს და მძევლები გამოუშვან. ეს იყო სისასტიკით სავსე პერიოდი და მინდა რომ დასრულდეს. ეს არ გაგრძელდება 1 ან 2 წელი. ეს გაგრძელდება რამდენიმე ათეული წელი. გვინდა ბრძოლები შეწყდეს და მძევლები გათავისუფლდნენ. ეს სურს ისრაელელ ხალხს. არ ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვთანხმდებით, რომ საჭიროა მშვიდობა და საგზაო რუკა, რადგან სიტუაცია ღაზაში აუტანელია. მძევლები ძალიან დიდი ხანია ტყვეობაში არიან და უნდა გათავისუფლდნენ. საჭიროა დაჩქარებული ტემპით შევიდეს ღაზაში. ჩვენი ჯგუფები მუშაობენ და ვფიქრობ, რომ პალესტინის აღიარების საკითხი უნდა იყოს განხილული. ეს არის საერთო პაკეტი ნაწილი, რომელიც გამოგვიყვანს შემაშფოთებელი სიტუაციიდან და შედეგი იქნება დაცული ისრაელი და სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფო. შემაჯამებელ პრესკონფერენციას წინ უძღოდა შეხვედრა ბიზნეს ლიდერებთან. დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს მრავალ მილიარდიან შეთანხმებას ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ეს მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და ბირთვული ენერგია. მაიკროსოფტი დიდ ბრიტანეთში ინვესტიციების სახით 30 მილიარდს, Google 5 მილიარდს, ჩიპების მწარმოებელი Nvidia კი 500 მილიონს ჩადებს. ჩეკერსის რეზიდენციაში დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის პოლიტიკური ნაწილი შედგა. პრეზიდენტის პატივსაცემად მოეწყო საზეიმო დახვედრა და შოუ. ბრიტანელი პარაშუტისტები ისტორიული ვიზიტის აღსანიშნავად პრემიერის რეზიდენციაში შეერთებული შტატებისა და სამეფოს დროშებით დაეშვნენ. დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა შეერთებული შტატების პირველ ლედისაც. მელანია ტრამპმა ვინძორის სასახლეში დედოფალ კამილასთან ერთად სამეფო ბიბლიოთეკა და მინიატურული წიგნები დაათვალიერა. მოგვიანებით სასახლის ბაღში პირველმა ლედიმ და პრინცესა ქეითმა ბავშვებს უმასპინძლეს. ვიზიტის პირველი დღე დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ ვინძორის სასახლეში გაატარეს, სადაც მეფე ჩარლზმა სტუმრების პატივსაცემად საზეიმო ბანკეტი გამართა. დონალდ ტრამპისთვის ეს რიგით მეორე სახელმწიფო ვიზიტი იყო დიდ ბრიტანეთში. ის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც სამეფოს ამ დონის ვიზიტით სტუმრობდა.